მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ამ ძალიან მნიშვნელოვან, ყველაზე სახალხო, ყველაზე ხალისიან, ყველაზე ხალხმრავალ ღონისძიებაზე, ახალი ღვინის ფესტივალზე. მოგესალმებით ახალი ღვინის ფესტივალიდან, რომელიც უკვე მე-17-ად ტარდება. ეს იყო პირველი ფესტივალი საქართველოში, რომელმაც საფუძველი დაუდო ფესტივალების ორგანიზებას საქართველოში, ღვინის კულტურის განვითარებას, მის პოპულარიზაციას. ის ყოველთვის იყო გამორჩეული იმით, რომ ყველაზე მრავალფეროვანი იყო, ყველაზე სახალხო იყო და ეს ასევე დარჩა და მე იმედია, რომ გაგრძელდება ასევე. იმიტომ რომ აქ შეიძლება სტუმარმა ნახოს ისეთი ღვინოები, რომელსაც არ შეხვდებიან მაგალითად მაღაზიებში ან ღვინის ბარებში და ასე შემდეგ. ამ ფესტივალმა სტიმული მისცა ძალიან ბევრ ახალ მარანს, რომ დაეწყო მეღვინეობა და დღეს ისინი ჩამოყალიბებული კარგი მარნები არიან. წელს ფესტივალი გაიხსნა ჩვენი ღვინით, განსაკუთრებული გურული ჯიში მტევან დიდით. ეს ფესტივალი არის ღვინის მოყვარული ადამიანებისთვის ნამდვილი ზეიმი, როცა ახალფეხად გმული მარანი ვიყავით. ამ ფესტივალის კიდე ერთ-ერთი პატარა ფესტივალის ფარგლებშიც მივიღეთ მონაწილეობა. ძალიან დიდი სტიმული და ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენი წარმოჩინებისთვის და იმისთვის, რომ კიდევ უფრო ხარისხიანი პროდუქცია გვეწარმოებინა. 2011 წელი იყო პირველად, როდესაც ამ ფესტივალზე მოვხდი. მეგობარმა წამომიყვანა, მაშინ ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტარდებოდა ეს ფესტივალი. ეს იყო საოცრება. ჩემი ცხოვრება შემიძლია თამამად თქვა, რომ შეცვალა ამ ფესტივალმა. სულ რამოდენიმე ადამიანი იყო, 10, 15, 20 მეღვინე იყო სხვადასხვა რეგიონებიდან. იმის მერე ოცნებად იყო, რომ ოდესმე ღმერთო ღვინო დამეყენებინა. ღვინო კი არა წლები გავიდა და მე თვითონ ვდგება უკვე მე-8 თუ მე-9 წელიწადია ამ სტენდზე. 311 ახალი ღვინის ფესტივალში უკვე რამოდენიმე წელია ვიღებთ მონაწილეობას ჩვენ აგრარული უნივერსიტეტის მევენახება მეღვინეობის დამამთავრებელი წლის სტუდენტების ღვინოებით, რადგანაც ეს არის მათი სადიპლომო ნაშრომი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვაცნობთ ხალხს როგორც პროფესიონალებს, ასევე მომხმარებლებს ჩვენ ღვინოს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რადგანაც ვახდენთ ამ ღვინის ცნობადობის ამაღლებას. ეს ფესტივალი არის ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დაამკვიდრა ეს კულტურა საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ პიონერი ფესტივალია, რაც ერთიორად ზრდის ამ ფესტივალის მნიშვნელობას და მიხარია, რომ ესეთი ტრადიციული ფესტივალი გახდა. უკვე 100-ზე მეტი მარანი, 100-ზე მეტი დიდი მცირე მარანი მონაწილეობს ამ ფესტივალში. ალკია საოჯახო მარნების სივრცე და ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ეს ყველაფერი იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს ღვინოს, მეღვინეობას, მევენახეობას საქართველოსთვის. ეს ფესტივალი წელს გახდა მალხაზ ხარბედიას სახელობის ოფიციალურად, თორე ისედაც იყო სულ მალხაზ ხარბედიას სახელობის, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი ზუსტად მახო იყო. პირველი წელიწადია წელს, როდესაც ჩვენ აქ ვიკრიბებით და მალხაზ ხარბედია არ არის. მახო არ არის ჩვენს გვერდ. მაგრამ მახოც აქ არის დღევანდელ დღეს რა. მახო ესე გეტყვი, რომ უდიდესი მემკვიდრეობა დატოვე. ის რომ სიკვდილით სიცოცხლე არ თავდება, ამას ადასტურებს მალხაზ ხარბედიას თავდადება. მინდა აღვნიშნო ის როლი, რაც მახომ ჩვენმა მეგობარმა შეასრულა ამ ყველაფერში და ის რომ სწორედ მახოს სახელს ატარებს წელს ეს ფესტივალი. I'm really delighted to be here at the New Wine Festival on this beautiful day in Tbilisi to celebrate the new wine of Georgia and also to commemorate the memory of Malkaz, who made such a contribution to wine in Georgia. მევენახება მეღვინეობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ფესტივალი არის ნამდვილად ზეიმი ქართული ღვინის. მე ვფიქრობ, რომ ყოველწლიურად მას დაემატება ბევრი სიახლე, რომელიც უფრო გახდის ამ ფესტივალს უფრო საინტერესოს, უფრო სახალხოს, უფრო საზეიმოს და კიდევ თავის დიდი წვლილი შეიტანს ქართული ღვინის კულტურის განვითარებაში საქართველოში.